საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. თუმცა ამ მხრივ ბევრად მძიმე მდგომარეობაა არასრულ წყოვნებში. ოფიციალური მონაცემებით სკოლის მოსწავლეების 23% თამბაქოს მომხმარებელია. მის მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში, გოგონები კი 12-13 წლის ასაკში იწყებენ. რატომ მატულობს მწეველი მოზარდების რიცხვი? ვინ ყიდის და ვერ უნდა აგოს პასუხი მათთვის თამბაქოს რეალიზაციაზე? ვინ და როგორ აკონტროლებს არასრულ წყოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვის ფაქტებს? სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოზარდებში თამბაქოს მოხმარების გახშირება მის მარტივ რეალიზაციას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არასრულ წყოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვა დასჯადია, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან რეალურად კანონს არავინ იცავს. ვინ იცავს და ვინ არ იცავს კანონს? ვინ უნდა მოახდინოს მისი კონტროლი? ამის გასარკვევად სტუდიას ერჩმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც ორმა არასრულწლოვანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტი თითქმის ყველა ცნობილ მაღაზიათა ქსელში, სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა დროს ჩატარდა. ისეთით ქსელებში, როგორიც არის ნიკორა, ფუდმარტი, იოლი, ნუგეში, ორი ნაბიჯი და იფქლი, თამბაქოს შეძენა ნებისმიერ მოზარდს თავისუფლად შეუძლია. 17 წლის მოზარდ სუპერმარკეტების ქსელის იოლის მოლარემ თამბაქო ისე მიყიდა, რომ მისთვის არც ასაკი უკითხავს და არც პირადობის დამადასტურებელი მოწვევა მოუთხოვია. ლურჯი პალმალინი და მსხვილი. მოზარდმა თამბაქო ყოველგვარი კითხვების და პრობლემის გარეშე შეიძინა. იოლის მსგავსად ექსპერიმენტი ფუდმარტშიც ჩავატარეთ. ერთი ლურჯი პალმალები და რა. სვილი? კი. ნაიდო. აუვა. მოზარდებმა თამბაქოს შეძენა აქაც მარტივად მოახერხეს. ერთი ლურჯი ვისტორენ რა. ფუდმარტის და იოლის ხელმძღვანელობას ამ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არაერთხელ ვთხოვეთ, თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას სტუდიას ერჩმა გადაწყვიტა ადგილზე შეემოწმებინა მომუშავე პერსონალის დამოკიდებულება აღნიშნულ კანონდარღვევაზე. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, თქვენს მაღაზიათა ქსელში ხდება თუ არა არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზაცია? არა. ანუ თქვენ არასდროს არ მიგიყიდეთ არასრულწლოვანისთვის თამბაქო. სავაჭრო ქსელი იოლის ადმინისტრატორმა, რომელმაც თავად მიყიდა არასრულწლოვანს თამბაქო, არ აღიარა კანონის დარღვევა და თავი არიდა როგორც მორალურ, ასევე კანონიერ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ფუდმარტის ქსელს, თანამშრომლებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და უნებლიე შეცდომა დახთან არსებულ დიდ რიგებს დაუკავშირეს. თუმცა ფაქტია, რომ ორი თვის განმავლობაში ფუდმარტის ქსელის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ტესტირების დროს არასრულწლოვნებს თამბაქოს შეძენის პრობლემა არ შექმნიათ. უბრალოდ ეზარებათ ალბათ დაკვირვება და ის რომ პირადობა გამოერთა. იოლის და ფუდმარტის მსგავსად არასრულწლოვანთათვის ასაკი არც ნიკორას მაღაზიათა ქსელში უკითხავთ. პალმალინი და ლურჯი. სამ სხვადასხვა მისამართზე მდებარე ნიკორას მაღაზიაში 17 წლის გოგონამ თამბაქო კითხვების გარეშე შეიძინა. ვინსტონი მინდა ლურჯი. მსგავსი სურათი დაგხვდა ნუგეშის მაღაზიებშიც. პალმალინი და ლურჯი. მსხვილი. Спасибо.
კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენგან მიიღო. გამარჯობა, ალმალიმი და ლურჯი. ინფორმაცია ჩვენამდე აი ბრძანების საფუძველზე ნებისმიერი მოლარე, რომელიც სიგარეტის გაყიდვის დროს უნდა გადაცეს პაჩკის ყოლოფი და აიღოს თანხა მომხმარებლისგან, ამ ბრძანების საფუძველზე გაფრთხილებულია. შინაგანაწენი კომპანიის შინაგანაწესით გაფრთხილებული. როგორ ახლა ამდენ ადამიანს აპატიეთ ხო ხვდებით ახლა ყველა წამიერად ხო ვერს და შეიძლება არის, არ უარყოფ, შეიძლება არც არის. ახლა თქვენ მეუბნებით რომ არის. ვიღებ ამას, მე არ უარყოფ რომ შეიძლება, მაგრამ მინდა რომ ეს გამოსწორდეს. მაგით მარტო თქვენ არ ხართ დაინტერესებული. გამარჯობა, ალმალიმი და ლურჯი მსხვილი. ორი ნაბიჯის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ ქსელებში თამბაქოს არასრულწლოვნებზე რეალიზაცია მკაცრად კონტროლდება, თუმცა მიუხედავად ამისა, კანონი აქაც დაირღვა. ალმალიმი და ლურჯი მსხვილი. სტუდიას ერთში ორი ნაბიჯის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ხელმძღვანელობა ვიდეო გადაღებაზე არ დაგვთანხმდა. ელექტრონული პოსტით კი მოგვიწოდეს, რომ ამ კადრების გაშვებისგან თავი შეგვეკავებინა. მორიგი ექსპერიმენტი მაღაზიათა ქსელ იფქლში ჩავატარეთ. როგორც ჩანს, მოზარდებს თამბაქოს შეძენა აქაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლიათ. იფქლის გენერალური დირექტორის განმარტებით, მისი ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია, რომ არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვა კანონის დარღვევაა. მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს მიიღებს. აკრძალული გადაზომულია ჩემალაზეში აბსოლუტურად ყველა მოლარეს ამის შესახებ საკითხი არის, როგორც მენეჯერი, ასევე თითოეული მაღაზიის მოლარე და ძალიან მომწონდა ფულს და არია, ალბათ იქნება შეგვიძლია რეაგირება. ალმალიმი და ლურჯი. მსხვილი? არა მსხვილი. თუმცა რა მოტივი აქვს მოლარეს, როდესაც არასრულწლოვან თამბაქოს აძლევს, ან რატომ არ ღვევს ის შეგნებულად კანონს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იფქლის გენერალურმა დირექტორმა არ ისურვა. როგორც ირკვევა, თამბაქოს შეძენა მოზარდს თითქმის ყველა მაღაზიაში შეუძლია. კანონს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს რეალიზაციას კრძალავს, არავინ იცავს. ექსპერიმენტში მონაწილე არც ერთი მოზარდისთვის, არც ერთ მაღაზიაში, არც ერთ მოლარეს ასე კი არ უკითხავს. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მოზარდებისთვის თამბაქოს მიყიდვა მოლარის ინტერესებში არ შედის. მათი განმარტებით, ამ პროცესს მაღაზიების მენეჯმენტი მკაცრად უნდა აკონტროლებდეს. მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას უნდა ახდენდეს, რაც არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვას თითქმის შეუძლებელს გახდის. ვის ხელშია საქართველოში თამბაქოს ბიზნესი? რა მექანიზმებით აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს რეალიზაციას? რატომ არ ინტერესდებიან მოლარები მოზარდის ასაკით? ხდება თუ არა მათი ინფორმირება ხელმძღვანელობის მხრიდან და ითვალისწინებს თუ არა სავაჭრო ქსელების შინაგან ნაწესი კანონის დაცვას? ამასთან დაკავშირებით, სტუდიას ერთში დაავადებათა კონტროლის ცენტრს ესაუბრა. როგორც ლელასტურვა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვის დარეგულირება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ მოვალეობაა, მისი აღსრულება არ ხდება. ლელასტურვა კანონის უმოქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაჯერიმების თითქმის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. არსებული კანონმდებლობით არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვას არეგულირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა ეს კანონი მოკლებულია ადმინისტრირების საშუალებებს და ნაკლებად ხდება მისი აღსრულება. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საერთოდ არავინ არ დაჯარიმებულა, შეიძლება ამ წლების განმავლობაში სულ რაღაც ერთეული შემთხვევები ყოფილიყოს. იმიტომ გითხარით, რომ ადმინისტრირება არ ხდება, ანუ არ არის ჩადებული ის მექანიზმები, რომელიც ამ კანონს ასე ვთქვათ გააცოცხლებდა. როგორც ირკვევა, ჩვენს ექსპერიმენტთან დაკავშირებით კვლევებიც არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გამოკითხულ არასრულწლოვანთა 60% ღიად აცხადებს, რომ მათთვის თამბაქოს შეძენა პრობლემას არასდროს წარმოადგენს.
რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა არასრულწლოვანის ჯანმრთელობაზე და რა დაავადებების რისკები იზრდება ასეთ დროს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ წეველი მოზარდების რიცხვის ზრდასთან ერთად სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობაც იზრდება. მათივე განმარტებით, იმპოტენცია, ნერვოზი და სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა თამბაქოს მოხმარებასთან პირდაპირ კავშირშია. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა, როდესაც თამბაქოს მოხმარება ადრეულ ასაკში იწყება. სპერმატოიზოიდის სისტემის მომავალში უშვილობა იმპოტენციათან ეს მომავალი არც ისე შორს არის, როცა არა თქვა 70 და 80 წლის ასაკში, არამედ ეს ხდება უკვე 20-30 წლის ასაკში. გადაადგილება უჭირთ ესეთ პაციენტებს, პირის დაბანა უჭირს, პირის დაბანის დროს ქოშინი აქვს, ჩაცმის დროს ქოშინი აქვს, ხდება მისი ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, ხშირი გამწვევები აქვს დაავადების ტემპერატურის სახით იქნება ეს თუ ანთების სახით, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა, ხიხინი სუნთქვის დროს, ხველის მომატება, ნახველის მომატება, წამყვანი ნიშანი ეს არის სიმსივნე. ესე იგი განსაკუთრებით ამ სიმსივნეებში კიდევ პირველ ადგილზე დგას ეს ფილტვების სიმსივნეები. ფილტვის სიმსივნეების 90% გამოწვეულია თამბაქოს მოწევის შედეგად. კანონის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აიყვანოს ძალიან მკაცრ კონტროლზე. ეკა დანელია, რომელსაც 15 წლის მოზარდი ჰყავს, ამბობს, რომ მოზარდს თამბაქოს შეძენა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში თავისუფლად შეუძლია. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს რეალიზაციის კონტროლი არ ხდება, რაც წეველთა რიცხვის გაზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თითქმის არც ერთი დიდი ქსელის მაღაზია არ აკონტროლებს აი ამ სიგარეტის გაყიდვას მცირე წყლოვანზე და ფაქტობრივად არ კითხულობენ. რამდენი წლის არის და შეიძლება თუ არა მიყიდვა. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია და თამბაქო არ უნდა იყიდებოდეს აი ესე თავისუფლად და უნდა გამკაცრდეს მასზე კონტროლი. სტუდია სერჩთან ყველა რესპონდენტმა განაცხადა, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება. თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს კითხვებს მხოლოდ ერთი წინადადებით უპასუხეს. ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის შეგულიება აზარმაზდა 13 პრიმა მოხლია. და მეოთხე ნაწილი არის თამბაქოს პროდუქტის რეალიზაცია სამფონდზე ეკისრება, გამოიწვევს დაჯერიმება 100 ლარი. კანონის მიხედვით მოზარდზე თამბაქოს მიყიდვა დასჯადია, თუმცა როგორც ჩანს კანონის ამოქმედებიდან დღემდე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სამართალდამცველებს არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვის გამო არავინ დაუჯარიმებიათ. ჩვენი ექსპერიმენტიდან ჩანს, რომ თითქმის ყველა სავაჭრო ქსელი არაკეთილსინდისერად ახორციელებს თამბაქოს რეალიზაციას. მით უმეტეს, რომ გამყიდველის შემთხვევით გადაცდენას ჩვენი ექსპერიმენტი გამორიცხავს, რადგან ტესტირებული შესყიდვები სხვადასხვა მაღაზიაში, სხვადასხვა დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ორი განსხვავებული სქესის და აშკარად გამოხატული არასრულწლოვნის მიერ განხორციელდა. როგორ არეგულირებს ძალოვანი უწყება ამ საკითხს? კანონის წინაშე რატომ არ ისჯებიან ის რეალიზატორები, რომლებიც თამბაქოს უკანონოდ ყიდიან და მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის ხარჯზე დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახულობენ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კითხვებზე პასუხი არ გაუწია.